სხეულის ენა არავერბალური კომუნიკაცია. ეს არის იარაღი როგორც პოლიტიკოსების, ისე ბიზნეს ოუნერების, ნებისმიერი ადამიანის ხელში, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს უმცირე ერთ ადამიანზე და მით უმეტეს ჯგუფებზე და მასებზე, იმიტომ რომ ჩვენი პირველი შთაბეჭდილება, ჩვენი ემოცია, რაც გვიჩნდება პოლიტიკოსზე თუ ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც ხვდებით, უსმენთ და ვაკვირდებით, ხშირად ეს არ არის რაღაც, როგორ თქვა, არ არის გამომდინარე იქიდან თუ რას ვისმენთ. ხშირად ეს არის არავერბალური. ჩვენი კომუნიკაციის 86% არის სხეულის ენა და შესაბამისად, აი როცა გვიჩნდება აზრი ადამიანზე, ნეგატიური ან პოზიტიური, ვართ ახტაცებული რაღაცა ეიფორიის ქვეშ, ხშირად ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები, რატომ მოგწონს ვიღაც ძალიან ამ პირიქით და როდესაც ჩვენთან კურსზე ეს პირველი ცივი შხაპის გადავლება ხდება, ასე ვთქვათ, და ვაჩვენებთ რაღაცებს, რაც ადრე მათი ასე ვთქვათ, მათი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული შთაბეჭდილებები, რაზეც შეიქმნათ, რეალურად როგორ შეიძლება ყოფილიყო ეს დაკალიბრებული, ძალიან ბევრ кейსებს გავდივართ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდული ჩვენ კურსზე არის პოლიტიკოსების სხეულის ენა. ჩვენ არ ვასწავლეთ უცხოური кейსებით, რა თქმა უნდა ვიყენებთ, მაგრამ ლოკალური არის მნიშვნელოვანი, რომ შენ იხემძღვანელო ადგილობრივი ეთნოფსიქოლოგიით. და ძალიან ბევრთვის არის ხოლმე აი ეს პირველი შოკის ეფექტი, რომ აი მაგრამ თურმე აი ჩემი აზრი აფორმირდა აი ამ კონკრეტული რაღაცების გამო. ჩვენ როცა აზრი გვიღალიბდება ვინმეზე ან რამეზე, ეს არის რეალურად ძალიან ბევრი კონკრეტული მიზეზის ერთობლიობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, თიც ვერ ვადებთ, ვერ ხვდებით, რამ შექმნა ეს შთაბეჭდილება, მაგრამ თუ ამას მართავ, შეგიძლია წარმართო, რას იფიქრებენ სხვები შენზე.